დღევანდელი პროექტი იყო steam boiler-ი, რომელსაც არ ქონდა automatic water feed-ი. ჩვენ აქ გამოვიყვანეთ automatic water feed-ისთვის ერთი union-ები დავუყენეთ, როგორც წესი და რიგია, და ასევე bypass-ი, რომელიც უნდა გაკეთდეს თვითონ ამ water feed-ის bypass-ი. თვითონ feed-საც შეუძლია ცოტა წყლის დამატება, მაგრამ bypass-ი არის მოთხოვნა თვითონ წარმოებლის. რაც შეეხება მეორე მხარეს, აქ გვაქვს წყლის დონე, აი აქ თვითონ სენსორი არის, low water cut-off-ის სენსორი არის, აი აქ და წყლის დონე მას ზემოთ არის. თვითონ ინსტრუქცია, რაც მოყვება automatic water feeds, რომელიც არის 24 ვოლტიანი. ეს არის თვითონ automatic water feed-ი, რომელიც იქ დავაყენეთ ახალი. ამბობს, რომ აი ამ ინსტრუქციაში წერია, რომ თუ კი low water cut-off-ი, რომელიც არის აქ კონტროლერი, არის მაგალითისთვის CG 4000, აქაც ნახავთ CG 4000, მაშინ ძალიან მარტივად ხდება wiring-ის გაკეთება. კონკრეტულად ნომერი 2 automatic water low water cut-off-იდან, ანუ CG 4000-დან უერთდება feeder-ის neutrals. ნომერი 1 უერთდება HAT-ს, ანუ 24 ვოლტს და A უერთდება feed-ს. ეხლა ჯერ თვითონ აქ გადავამოწმოთ ეს wiring-ი. აი სადაც წერია, რომ 2 შევაერთეთ თეთრზე, აი 2, ნომერი 2, იქ აწერია ნომერი 2, მის ქვემოთ აწერია ნომერი 1 და მის ქვემოთ აწერია A, ანუ რომელიც დავაერთეთ მწვანე. ესე იგი თეთრი, წითელი მწვანე და როცა მივალთ, აი აქ გვაქვს ნეიტრალი, ანუ N-ი დავაერთეთ თეთრზე, 24 ვოლტი თვითონ აი ამას კონტროლერმა რო იმუშაოს დავაერთეთ აქ, ხოლო 24 ვოლტიანი სიგნალი დავაერთეთ feed-ზე. feed-ი ნიშნავს, როცა აი feed-ი იმ შემთხვევაში იყო low water cut-off-ი, როცა გამოაგზავნის 24 ვოლტ სიგნალს automatic water feed-ზე, აი აქ, აი ამ automatic water feed-ზე, მაშინ ჩაერთვება water feed-ი. ძალიან მარტივად რო ვთქვათ, არის თვითონ water feed-ს ჭირდება 0 და 24 ვოლტი. ანუ ციფერპლატმა რო იმუშაოს, პლატა იმუშაოს და ასე შემდეგ. ეს არის უბრალოდ 24 ვოლტი, რომელიც არის თეთრი და წითელი. ესე იგი, ნეიტრალი, რომელიც არის თეთრი და ანუ common-ი, მეორე ნეიტრალი და common-ი ერთ და იგივე სიტყვა ზოგადად. და რაც შეეხება 24 ვოლტიან სიგნალს, როცა მიიღებს, ანუ მიეწოდება 24 ვოლტი, ფაქტიურად აი ამ რელეს, როცა მიეწოდება, აი ამ რელეს უკვე საბოლოოდ, ეს რელე გაიხსნება და გაატარებს წყალს, მეტი არაფერი. და ეგ 24 ვოლტიანი სიგნალი არის ზუსტად ეს მოსული feed-ზე. feed-ზე მოვიდა 24 ვოლტი, всё, ჩაერთო. ჩვენ ახლა სინამდვილეში აი იქ, აი ამ რელეს რომ მივაწოდოთ 24 ვოლტი უბრალოდ, ჩვეულებრივად ჩაერთვება. აი ამ შემთხვევაში აქ, როცა ვაჭერთ, აი იმას ვაწოდოთ 24 ვოლტს, მეტი არაფერი, რელეს. და ეს ფაქტიურად არ არსებობდა აქ. აი ახლა დავაყენეთ. ამდენი წლის მერე დავაყენეთ, ვინაც გააკეთა, არ გააკეთა რა. ჩასვა ავტომატիկ water feed. მეორე ვიდეო იქნება, როცა დაველოდებით, როგორ გათბება, წყალი რას გააკეთებს და ასე შემდეგ. ეს
კიდევ ერთი დეტალი. როცა აი წყლის დონე არის აქ. როცა წყალი აორთქლდება და წარმოიქმნება ორთქლი და წავა სისტემაში, აი, პაიპების მეშვეობით, აქ რა თქმა უნდა წყლის დონე დაიწევს, იმიტომ რომ აორთქლდება. და აი აქ ზუსტად აი ამ ადგილას არის სენსორი თვითონ შესული ბოილერში და ის სენსორი იგრძნობს, რომ წყალი აღარ არის და გამორთავს გაზს. ანუ გაზს გაუთიშავს. ზუსტად ამ სენსორის ლოკაცია არის აი აქ. აი ეს არის სენსორის ლოკაცია. აი აქ. როგორც კი წყალი ჩაცდება ამ დონეს, low water cutoff-ი, ანუ დაბალი წყლის სენსორი გათიშავს გაზს და გააგზავნის რამოდენიმე წამში, შეიძლება ალბათ 1 წუთში, ჩვენ რაც დავნიშნეთ, გააგზავნის 24 ვოლტს ავტომატიკ water feed-ზე, რომ შეავსოს წყალი. ეს არის მთელი ამის ფუნქცია, რომ გამორთოს გაზი, შეავსოს წყალი, როცა უკვე წყალი შეივსება და აი მაგალითად წყალი ჩამოვიდა აქ. აი აქ უკვე გათიშავს, მაგრამ ბოილერი ცოტა ხანი იმუშავებს, მერე ბოილერსაც გათიშავს, ანუ გაზსაც გათიშავს. და ამის მერე დაიწყება წყლის შევსება ქვემოდან, აცდება სენსორს, დაახლოებით აქამდე, აი ამ წერტილამდე და გათიშავს. წყალს გათიშავს და უკვე ჩართავს სისტემას და იმუშავებს ჩვეულებრივ.